ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიები ცნობილი ხდება ორი სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით ყოველწლიურად 14500-მდე სტუდენტის ჩარიცხვის საჭიროება და ეს მაშინ, როცა რეალური მაჩვენებელი ამ რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს. იურისპრუდენცია, სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, უცხოენები ბაზრის შესწავლა მაჩვენა, რომ ამ პროფესიებზე მოთხოვნა ბევრად დაბალია, ვიდრე კურსდამთავრებულთა რაოდენობა. პედაგოგიკა, საინჟინრო სპეციალობები, ასევე ტექნიკური მიმართულებები, მშენებლობა, საექნო და სამიანო საქმე. ამ მიმართულებით სპეციალისტთა რაოდენობა შრომის ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კვლევის შედეგები დღეს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსაც გააცნეს. სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად უნივერსიტეტებში სტუდენტებისა და ფაკულტეტების კვოტების განსაზღვრას, რასაც არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ. აკადემიური საზოგადოების ნაწილი შრომის ბაზრის კვლევის რეფორმაზე მიბმას არ ეთანხმება. ყოველ წელს ათასობით ახალგაზრდა ირჩევს პროფესიას. ეს წესით მათ სტაბილურ მომავალს უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ სისტემა, რომელიც ამ არჩევანს არეგულირებს, რეალურ მოთხოვნებს წლებია ვერ ასახავს. დღეს ციფრები აჩვენებს ღრმა დისბალანსს. სპეციალისტების სიჭარბე იქ, სადაც ბაზარი შეზღუდულია და დეფიციტი იქ, სადაც ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს უკვე არ არის ცალკეული მიმართულებების პრობლემა, ეს სისტემური გამოწვევაა, რომელიც ციფრებშიც გამოხატულია, მაგალითისთვის ბოლო 5 წელში. ბიზნეს ადმინისტრირებასა და ტურიზმზე ჩააბარა 7472 სტუდენტმა, როდესაც მოთხოვნა 3282 იყო. სიჭარბე 4190. უცხოენებზე ჩააბარა 1629 სტუდენტმა, როდესაც მოთხოვნა 30 იყო. სიჭარბე 1599. პედაგოგიკაზე ჩააბარა 794 სტუდენტმა, როდესაც მოთხოვნა 2124 იყო. დანაკლისია 1340. საექნო საქმე ისწავლა 49 სტუდენტმა, როდესაც მოთხოვნა 986 იყო. დანაკლისია 927. ეს მონაცემები პრეზენტაციიდანაა, რომელიც ბაზრის კვლევის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის შექმნა, სადაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საკუთარი დიპლომებით შეძლებენ დასაქმებას. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. არის კიდევ ერთხელ სპეციალობები, სადაც გამოვლინდა სიჭარბე, არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა პირიქით დეფიციტი. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი აკადემიური პერსონალის, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში პირიქით გადავწყვეტეთ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას. აქ ერთი პრობლემა, რაც გამოვლინდა ასევე შრომის ბაზრის ანალიზმა, არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60%-ს ჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულ დისბალანსს უკავშირებს ფაკულტეტებზე შემოღებულ კვოტირებას განათლების მინისტრიც. გივი მიქანაძე განმარტავს, რომ საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხის ზრდასთან ერთად ამ დისბალანსის აღმოფხვრაც არის. ყოველწლიურად ჯამური რაოდენობა სტუდენტების სხვადასხვა პროფილების მიმართულებით 14400 არის ამის საჭიროება. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ რა, რომ პირველად ხდება ეს პროცესები, გარკვეული გარდამავალი ეტაპები არის. წელს ვაპირებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში გამოვაცხადოთ 21000-ზე მეტი ადგილი, რაც იმას მიუთითებს, რომ დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილს ვაცხადებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნახულობთ, რომ ყველა არ ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის შემდეგ განსხვავებული იყო რექტორების პოზიციები. ნაწილი მათგანი ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული მოდელის დანერგვას მიესალმება და ფიქრობს, რომ ეს შედეგიანი და ეფექტური იქნება. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბაზრის კვლევა მხოლოდ ერთი უმნიშვნელო კომპონენტია და ეს რეალურ სურათს არ იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოადგინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი
განათლების და ზოგადად უნივერსიტეტების პოლიტიკა იყოს გარკვეულ კავშირში ბაზართან, კერძო სექტორთან, დასაქმების პოლიტიკასთან და ბუნებრივია ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ ასეთი კვლევა უნდა პერმანენტულად გარკვეული დროის შემდგომ კვლავ უნდა ჩატარდეს. არაერთხელ მოგახსენეთ, რომ აუცილებელია იყო რეფორმა, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდ, კვლევები აუცილებელი იყო, შედეგების სახეზე გვაქვს, მინდა გითხრათ, ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რამე თუ უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა საინჟინრო ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლად. რა თქმა უნდა, კარგია რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები. ვერც ერთი ბაზრის კვლევა თქვენ ვერ გეტყვით, რომ შავი ზღვის ეკოსისტემის შავი ზღვის ყველაზე დაბინძურებული ზღვა და არავინ არ მოითხოვს მაგას. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს, ხოლო სახელმწიფოს მისია იცით რა არის? იმ ბაზარს რომ დაბალკვალიფიციური კადრები სჭირდება, აი ეს ბაზარი აქციოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ გზამკვლევი არის მათთვის, რომელი პროფესია აირჩიონ. რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო პროფესიებს, სამედიცინო პროფესიებში დღეს დეფიციტი ნამდვილად არ არის ზოგადად ექიმების რაოდენობაში. ექიმებზე თუ ვისაუბრებთ, მაგრამ აქ პრობლემა რაშია, რომ ვიწრო სპეციალობებში გვაქვს პრობლემა და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამებზე მუშაობა, სარეზიდენტო პროგრამების დახვეწაზე, სარეზიდენტო პროგრამების დაფინანსებაზე საუბარი და ამაზე მუშაობა გაგრძელდება რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ აკადემიურმა პერსონალმა კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს დამატებითი შეხვედრის თაობაზე მიმართა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამთავრობო გუნდმა ამ შეხვედრის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.